ჩვენ ალბი კორძაიასთან ერთად ვიყავით ზუსტად იმ ადგილას, სადაც გუშინ დააკავეს ის მის მეგობართან ერთად, სალომე კენჭიაშვილთან ერთად პოლიციელებმა. გვაჩვენა ის ადგილი, სადაც გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად და რა დროსაც აედევნენ მათ პოლიციელები, ალყაში მოაქციეს და დააკავეს. მათ ედავებიან დაუმორჩილებლობას და პოლიციელისადმი შეურაცხყოფას. თუმცა ალბი კორძაია გვიყვება, რომ პროცესები სულ სხვაგვარად განვითარდა. ისინი იყვნენ ზურა ჯაფარიძესთან სასამართლო პროცესზე, მას შემდეგ რაც არ შეუშვეს ხდომათა დარბაზში, გადავიდნენ გზის მეორე მხარეს და მივიდნენ ყავის ჩამოსასხმელად, რა დროსაც მათ დაახლოებით 10-მდე პოლიციელი აედევნა და შემდეგ უკვე დააკავა. დაკავების დროს კორძაიამ მიიღო დაზიანებები, გვაჩვენა ეს დაზიანებები, ჩალურჯებები, მჭიდროდ მოუჭირეს მას ხელზე ხელბორკილები და ამის გამო შეშუპება და დალურჯება ახლაც ემჩნევა და იმ ადგილას, სადაც რეალურად ორი აქტივისტი დააკავეს, არის არაერთი კამერა, მათ შორის მაღაზიის და ასევე ყავის ჯიხურის. შესაბამისად, ახლა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მარტივად იდენტიფიცირება იმ სამართალდამცველების, რომლებმაც როგორც აქტივისტი ამტკიცებს, მასზე იძალადეს. შეუძლია აქტივისტს ასევე ამოიცნოს ეს ორი პოლიციელი, რომელმაც მასზე ფიზიკურად იძალა და დაკავების დროს მისი მტკიცებით გადაამეტა ძალას და ასე დაადეს მას ხელბორკილები და გადაიყვანეს იზოლატორში. ბიზნეს ემსახურება. გადაწყვიტეს, რომ ჩვენ არ გავეშვით ზედა ქუჩაზე. ერთ-ერთმა პოლიციელმა გვითხრა, რომ თქვენ მოქალაქეები არ ხართ, თქვენ აქტივისტები ხართო. ავიღეთ თუ არა ყავები, გადავიხადე თუ არა, მაგ მომენტში მეც საერთო პოლიციელი ზურგიდან მწვდა და მომიფრიალა, მომისროლა. მეორე პოლიციელმა დამიჭირა, დამაგდო ძირს, დამარტყა და სულ თრევით შემათრიეს საპოლიციო მინივენში. მე დამადეს ხელბორკილი, ძალიან სილურჯები ეხაც მეტყობა. იმდენად ჭიდროდ მომიჭირეს, გადაგვიყვანეს შუშებიან შენობაში, სადაც მოვითხოვე ადვოკატი, რომელიც მეკუთვნის რეალურად უფლება არ გამომაყენებინე. გადმოდი იმ მომენტში, გადმოდი და გადმოდიზე უპასუხე, რომ მე არ ვდგავარ გზის სავალ ნაწილზე და ვდგავარ ჯიხურთან და არანაირი უფლება არ აქვს მოქალაქეს უთხრას გადმოდი და მაგის შემდეგ უკვე ცემა ტყეპა, შეშუპება ხელებზე, ხელბორკილის გამო, მუხზე მაქვს ნაკაწრი, იმიტომ რომ წამაქცია. მე უკვე ფოტოებიც დავდე ჩემს Facebook გვერდზე იმ ეგრეთ წოდებული პოლიციელების, ვინც ჩემზე იძალადეს. სამოქალაქო პოზიციის გამო რატომღაც პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, თუმცა ალბინა კორძაიას ქმედება განპირობებული იყო თია წულუკიანის მიერ გამოხატული ერთგვარი მოსაზრებით, მათ შორის ანწუხელიძესთან მიმართებაში. შესაბამისად, ამან წარმოქმნა ერთის მხრივ ალბის შეფასებით ის მოსაზრება, რაც უკვე მან დააფიქსირა თია წულუკიანის მიმართ. დომაზე დავაყენეთ შუამდგომობა თია წულუკიანის დაკითხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან თუ ვინმე გრძნობს თავს შეურაცხყოფილად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თვითონ ის და მან უნდა დაგვიდასტუროს ეს ინფორმაცია, თუმცა მოსამართლემ რატომღაც არ დაგვიკმაყოფილა ეს შუამდგომობა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესები დაკავებული აქტივისტების, რადგან მას შემდეგ, რაც 24 საათი გავიდა, ისინი გაათავისუფლეს. შესაბამისად, დრო, როდის გაიმართება მათ სამართალდარღვევაზე პროცესი, ჯერჯერობით არც ადვოკატებმა და არც აქტივისტებმა არ იციან.